ევროკავშირში ძალიან ბევრი პრობლემაა. მართლა ძალიან ბევრი პრობლემაა, წეგან ეკონომიკაც რო ახსენეთ ის რომ ცირდება. უამრავი ისეთი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში მემარცხენე იდეოლოგიებმა და რაღაც ტენდენციებმა შემოიტანა. ეს იქნება გარე მოსდაცვითი ამბები, ეს იქნება რუსულ გაზს რო ჩამოეკიდნენ, იმიტომ რომ ატომური ენერგიაზე უარი თქვეს. ეს იქნება რაღაც მიგრაციის ამბები, მაგრამ თუ ბოლო ტენდენციებს შეხედავთ, ყველაფერი ტრიალდება პირიქით, რაც იდეაში ამერიკაში დაწყებულმა ცვლილებებმა გამოიწვია და მე მიუნხენის არაერთი შეხვედრა ვნახეთ, სადაც ამერიკელი პოლიტიკოსები სწორად აკრიტიკებენ ევროპელებს, მათ შორის სიტყვის თავისუფლებაზე იქნებოდა რეგულაციებზე თუ ეკონომიკის განვითარებაზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს რა სიტუაციაში ვარსებობთ ჩვენ როგორც საქართველო. ანაცია და 64 არსად არ არის და არავინ არ არის გონი ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია რომ ვინმე 64-ით ხატავდეს ევროკავშირს. იქაც ბევრი პრობლემაა. იქაც ბევრი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ ცოტა დიდი დრო რო იყოს და დებატის საშუალება მოგეცათ, დაგეთანხმებათ კოლეგაც. მაგრამ რა სიტუაციაში ვართ? ნეიტრალიტეტი არ არის თავისი შინაარსით რაიმე მიზანი. ნეიტრალიტეტი არის საშუალება, რომ რაღაც სიტუაციაში გადარჩე, ველურ სიტუაციაში, სადაც სხვადასხვა ძალები არიან, შენზე უნდათ გავლენის მოხდენა, ყოველ ცუდ ვარიანტში შენი გადაყლაპვა. გადარჩენის რამოდენიმე გზა არსებობს ბუნებაში და სოფლიო პოლიტიკა შეგვიძლია ბუნების ანალოგიად წარმოვიდგინოთ. ერთი არის, რომ ისეთი ძლიერი ხარ, რომ შენ უბრალოდ ფიზიკურად თავს ვერავინ ვერ გესხმის. მეორე არის რომ ისეთი რაღაც ბუნებრივი მახასიათებელი გაქვს რომ შენზე თავდასხმა ან ძალიან ძვირი ან უბრალოდ ტაცებელი არ ყავს. მესამეა, როდესაც პატარები ხართ, მაგრამ ერთად ხართ და ამის გამო ხართ ძლიერები და ამის გამო გადარჩებით, ბუნებრივი გადარჩების შედეგად და მეოთხეა, როდესაც ოპოსუმივით თავს იმკვდარუნებ, ოღონდ არავინ შემამჩნიოსო, ოღონდ ტაცებელმა გვერდი ამიაროსო და აი რაღაცნაირი სლენგია, მაგრამ წერპილასავით რო ხარ, ოღონდ არავინ შეგეხოს და მზად ხარ თავი მოიმკვდარუნო, ჯარი არ ყავდეს წესიერი, ხელფასებზე მიდის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის 80-90%, არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ამშენებლობა არ ქონდეს. ბატონი ბიძინასვე სტატიებში წერია, რომ ნეიტრალიტეტს აუცილებელ პირობად ჭირდება ძლიერი ინსტიტუციებიო. ნოლზე ვართ მაგხრივ. აგერ ქართული ოცნების ჩემი განმოსახედიდან გულშემატკივარი ბატონი ბოჟაძეც კი იმაზე იძახის, რა ქვია იმ ცნობილ მოსამართლეს. მურუსიძეზე იძახის, ნიშა თუ დაბრუნდა ეგრევე ძველ ზნეს დაუბრუნდებაო, ანუ მანდაც ნოლზე ვართ. ერთი არის რომ ჩვენ ვნახოთ ხალხი და ქვეყნები, ვისაც მსგავსი ღირებულებები აქვს რაც ჩვენ და მათთან საერთო ვიპოვოთ, რაც არ უნდა იქით პრობლემები იყოს და იქით ვეკამათოთ იმაზე, რომ იქ რა აქვს პრობლემები, თუ ჩვენ მორალურად სწორი პოზიცია გვაქვს, ეს არის ერთი გზა და მეორეს არის რომ ვიყოთ ჩვეულებრივი წერპილა, რომელიც აი შალვა რამიშვილს რო ცნობილი ვიდეო აქვს, სახეში რო ურტყავს ვიღაცას და სტაბილურობა